სადაც მდინარე არაგვი ხეობის ვიწრო გასასვლელთან ხელოვნურ მთას კაშხალს ეჯახება, უკვე 40 წელია ფუნქციონირებს ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ისტორია და რომელიც წელს 40 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამიტომ ახლა იმედის დღის გადამღები ჯგუფი ჟინვალის წყალსაცავის გზას მიუყვება. ჩვენ ახლა მივემართებით ჰიდროელექტროსადგურში ადმინისტრაციულ შენობასთან, საიდანაც ჩავდივართ თვითონ სამანქანო დარბაზში. ვიდრე მიწისქვეშ ჩავალთ ჟინვალ-ჰესის ზედაპირის ფართობს გადავხედოთ. გეოგრაფიულად მოხერხებულ ადგილას აგებულ წყალსაცავში მოწყობილია 102 მეტრის სიმაღლის კაშხალი, რომელიც 520 მილიონ მეტრ კუბ მოცულობის წყალსაცავს ქმნის. წყლის მაქსიმალური სიღრმე 80 მეტრია. წყალსაცავი ამუშავებს ელექტროსადგურს და თბილისის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჟინვალის წყალს სვამს. პროცესი უფრო ხილული რომ გახდეს, კაშხლის ღერძიდან 600 მეტრის დაშორებით ჰესის შენობაში შევდივართ და მიწის ზედაპირიდან 70 მეტრი სიღრმეში ჩავდივართ. ქარი უკვე ჩვენი 4 გენერატორი და ყველა მოწყობილობა ჰესის რაც გვაქვს ტურბინა გენერატორი, რათა მცლელი გამყვანი გვირაბის შესასვლელი პორტალი ყველაფერი არის მიწის ქვეშ 70 მეტრზე. ეს მიწისქვეშა მოწყობილი სამანქანო დარბაზია, სადაც ჟინვალ-ჰესის კაშხლიდან წამოსული წყალი ამ აგრეგატებს ამუშავებს და გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და სასმელ წყალს. შეგვიძლია ფიზიკურად დავინახოთ წყალი როგორ გადმოდის ტურბინებიდან გვირაბში. წყალსაცავიდან წყალი შეედინება წყალმილდებ ფარებთან წყალსაცავში, იქიდან ჩამოდის მიწის ქვეშ 70 მეტრზე მყოფ საგენერატორო შენობაში. ეს შენობიდან უკვე წყალი დაატრიალებს ტურბინას, გამომუშავებს ელექტროენერგიას და ეს წყალივე გადადის ჟინვალის წყალგამყოფ გვირაბში, რომელიც მიედინება ბოდორნას წყალსაცავის ტერიტორიაზე და ბოდორნას ტერიტორიიდან 40 კილომეტრიანი გვირაბით მიდის ღრმაღელის განწყვეტ ნაგებობაში და ჩაედინება თბილისის ზღვაზე. ხმაური საუბარში ხელს გვიშლის, მაგრამ ამის გაჩერება დენის გათიშვას ნიშნავს. ქვეყნისთვის კი ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურია. მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 3%-ს რომ გამოიმუშავებს. მისი საშუალო წლიური გამომუშავება კი 470 მილიონი კილოვატი-საათია. აი აქ აყენია კარები, ნახეთ. რათა არ მოხდეს შხეფების შემოსვლა გვირაბიდან, ეს ჩვენი გვირაბი არის უდაწნეო გვირაბი, რომელშიც წყალი არ არის წნევის ქვეშ. არის თვითდინებით მიედინება. დიამეტრი არის 6,5 მეტრი და სიგრძე არის დაახლოებით 9 კილომეტრამდე. ტურბინაში ვისიც ხდება უკვე წყლის ძალის გენერატორის როტორის დატრიალება და წყლის ენერგია გარდაექმნება უკვე ელექტროენერგია. აგრეგატების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სიღრმიდან ამ ტრანსფორმატორებში ხვდება და შემდეგ ნაწილდება. აქ ყველა პარამეტრი კონტროლდება და ამ მონიტორებზე აღირიცხება ზეთის დონე, წყლის და ჰაერის ტემპერატურა. თუ აქ მწვანე ფერია, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია. ეს არის დენი ფაზაზე, თითო ფაზაზე რამდენი დენი მოაქვს, ეს არის სიხშირე გენერატორის და ეს არის აცნების დენი. თუ ტვირთი იმ გაბარიტების აქვთ, რომელიც სატრანსპორტო გვირაბში ვერ ეტევა, მაშინ ამ შახტას იყენებენ და 70 მეტრის სიმაღლიდან ჩამოსული ტვირთი სამანქანო დარბაზში ამ გზით ხდება. ამ ფოტოზე კარგად ჩანს პირველი დღეები, პირველი ტურბინის ამუშავების სიხარული 1985 წლის 29 სექტემბერი. სადგურში გამოფენილ ფოტოებში ვხედავთ ერთ-ერთ ინჟინერ თანამშრომელსაც, დავით არაბულს, ახლა 81 წლის, უკვე ჟინვალ-ჰესის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს. მიყვარს და ძალიან მიყვარს. ან რატომ არ უნდა გიყვარდეს? წყალსაცავს ჩვენი ქვეყნისთვის საარსებო მნიშვნელობა აქვს, მე თუ მკითხავენ. წარმოშობით ხევსურეთიდან ჰესის მშენებლობაში პირველივე დღიდან რომ ჩაერთო და დღემდე მის სამსახურშია. პირველი გაშვებაც მახსოვს ელექტროსადგურისა
მაშინ ცენტრალური კომიტეტის მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი იყო. გასაღების გადაბრუნებით უნდა მომხდარიყო პირველი შემოტრიალება ტურბინისა და დაზღვევაზე. ჩვენი პერსონალი, ტექნიკური პერსონალი იმ პანელების უკან იყო ჩასაფრებული. თუ უღალატებდა ეს გასაღები ცეკას მდივანს, ის მოახდენდა იქიდან მერე გაშვებას. ასე მოხდა პირველი დატრიალება. ახლა ჟინვალის წყალსაცავში მიწის ზემოთ წყალში განლაგებულ წყალმიმღებ და წყალსაგდებისკენ მივყავართ. ის რაც მიწის ქვემოთ ვნახეთ, ახლა წყლის ზედაპირიდან გვანახებს. არ გვაქვს საშუალება დონის აწევისა, წყალსაცავის გარკვეული, შეიძლება სამუშაოები მიმდინარეობდეს კაშხალზე რაღაცა, შეზღუდული იყოს ასე დონის აწევა, მაშინ ხდება დონის შეჩერება და რეგულირება. წყლის დონის რეგულირებისათვის კი ნაგებობა ძირითადი და საავარიო ფარით იმართება. რამდენიმე ათეული ტონის მისაყრდნობ ფარს განსაკუთრებული სიფრთხილით და უსაფრთხოების დაცვით წყალში აცურებენ და მის ჩაკეტვას ასიახდენენ. ეს არის წყალჩამკეტი ფარი, რომელსაც შემჭიდროების მიზნი ასეთი რეზინის შემომჭიდროებელი აქვს ჩატანებული მთელ კონტურზე. ჟინვალის წყალსაცავი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წყალსაცავია საქართველოში და სიდიდით არ ჩამოუვარდება საქართველოს ყველაზე დიდ წყალსაცავებს. მისი ისტორია კი მხოლოდ ტექნოლოგია არ არის. ეს ადამიანების ისტორია. პროფესიონალიზმის და პასუხისმგებლობის 4 წლეული ჟინვალის ჰიდროკომპლექსი სიმბოლო ენერგიისა და იმ ადამიანების, ვინც უკვე 40 წელია ამ წყალს სიცოცხლეს ანიჭებენ.